კვლელი პოლიციელია. Ამ სლოგანით გაიმართა მორიგი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ საქართველოში ქალთა მკვლელობების ანუ ფემიციდის გახშირებული ფაქტების წინააღმდეგ. 2014 წლის ივლისში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი გახდა ყოფილი ქმრის ეჭვიანობის მსხვერპლი. Ამ შემთხვევას ისიც ამძიმებს, რომ ეჭვმიტანილი ქმარი მოქმედი პოლიციელია. მესამე აქცია იმართება უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ კონკრეტული მოთხოვნები. მოთხოვნები არ იცვლება, იმიტომ რომ არ იცვლება შედეგები. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ მუშაობს ამ თემებზე დაპირების და მიუხედავად არაერთხელ დაგვირდა რომ გამოაცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ამ დანაშაულის მიმართ, დაიწყებს აქტიურ კამპანიას და ჩართავს უმაღლეს მთავრობის პირებს ამ კამპანიაში, მაგრამ ეს დაპირებად რჩება. მკვლელობების სერიები გრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეფექტური მუშაობა მათი არ არის და როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცის ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ არ აკეთებს არაფერს, რომ აღმოფხვრას ეს პრობლემა, ნიშნავს, რომ ის მონაწილეა ამ დანაშაულის. ეს ჩემი პოსტერი პრინციპში გადატანითი მნიშვნელობითაც ნიშნავს, რომ პოლიციელი არის მკვლელი მისივე მოქმედობის გამო და პირდაპირ მნიშვნელობითაც, იმიტომ რომ ბოლო შემთხვევაში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ცოლის მკვლელობას ეხება. არსებული ინფორმაციით 25 ივლისს ზესტაფონში ქმარმა ყოფილ ცოლს 5 დღე ესროლა. მკვლელობის მიზეზად კი ეჭვიანობა დასახელდა. ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ სერგი საცერაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. მოვითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებისგან, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ამ სახის დანაშაულს, უფრო მკაცრად დაისაჯონ მკვლელები და მოხდეს პრევენცია ამ სახის დანაშაულების. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვენ გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელიც დანაშაულს გამოავლენს და გაითვალისწინებს მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და საჭიროებებს. ასევე სპეციალური განყოფილების შექმნას, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობაზე. პოლიციელებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ შემაკავებელი ორდერები, როგორც დანაშაულის პრევენციისა და მსხვერპლის დაცვის ერთ-ერთი საშუალება. ასევე დანაშაულის ნიშნების არსებობისას დაიწყონ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება. საქართველოში ბოლო ხანებში ეს არის პირდაპირ ეპიდემია საუბრობთ და მე არ მესმის, სრულებით არ მესმის, როგორ შეიძლება კონდეს ქვეყანას დემოკრატიული ქვეყნის პრეტენზია, როდესაც არც ხელისუფლება და არც საზოგადოება ამას ძალიან დიდი სინანული უსვამს, არც საზოგადოება არ აკეთებს აქცენტს ამ საკითხზე, არ აკეთებს აქცენტს საკითხზე, რომელიც ნამდვილად ნიშნავს, რომ ქალი მიაჩნიათ ნივთად საკუთრებად იმ პატრონის, რომელსაც ჩააბარეს რა. ეს არის წარმოუდგენელი. ადამიანის ღირსება და ადამიანის სიცოცხლეც კი ფას კარგავს ჩვენ თვალწინ და ჩვენი საქმიანობის მიუხედავად. ეს არის ის საკითხი, რომელსაც სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სჭირდება მთელი მოსახლეობის მხარდაჭერა და თუ ეს იქნება ამ მოსახლეობას მაშინ შეიძლება დაერქვას სამოქალაქო საზოგადოება. ჯგუფის წევრების აზრით სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანები ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან. როდესაც ხელისუფლებამ იცის ოჯახში ძალადობის შესახებ და ეფექტურად ვერ ახდენს მოსალოდნელი დანაშაულის პრევენციას, ის უშუალოდ პასუხისმგებელი ხდება მომხდარზე.